მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღემშვიდობისა, შუა დღემშვიდობისა. მე ნანა თევდორაძე ვარ, ეს არის გადაცემა შუა დღე ქუთაისში. თუ კი გვიყურებთ, ნიშნავს იმას, რომ ტელეკომპანია გადმორთეთ, ზოგადად გადმორთეთ მეგაზე ეს ლოზუნგი ძალაში რჩება, ფიქრობ ამით არც არაფერი დაშავდება რა. გამოვიდა სხვადასხვა ქუთაისში, მაგრამ ამ ქალაქისთვის ტრადიციად ქცეული ქარი აფრთხობს მზის სხივებს, იმედი ამხნეთ ხართ, იმედიანად ხართ, თავს კარგად გრძნობთ და მოკლედ გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ ძალიან დიდი სიამოვნებით. ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი ნანა კახიძე გვეწვია. თუ კი კარგი სურვილები გაქვთ, ორი ნანა წარმოდგენილი უმრავლესობით და შეგიძლიათ ჩაიფიქროთ იქონიოთ ნანა, რომ აუცილებლად დაუსრულდებათ. როგორ ხარ? გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, ვილოცავთ ჩემს კოლეგებს, რადგან მასწავლებელი ვარ, ჩვენთვის ეს აქტუალური საკითხია. წარმატებულ საინტერესო წელს ვუსურვებ ჩემს კოლეგებსაც და მოსწავლეებსაც. იმედი მაქვს, რომ ჩაფიქრებული სურვილები ჩვენს ტელემაყურებელს აუხდება. მეც იმედს დავიტოვებ და თუ კი ასე არ მოხდება, ჩვენ არ ვიყოთ განწყობილები. თავადაც უნდა შევუწყოთ ხელი ალბათ იმ სურვილებს, რაც გვაქვს ხო წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ რაღაც იმედად ყოფნა შედეგს არ მოგვიტანს. მოხარული ვარ, რომ ამ ახალ სეზონზეც შევხვდით ერთმანეთს. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას თქვენს სკოლას, თქვენს მოსწავლეებს, სრულიად საქართველოს და განათლება არის ის მოცემულობა, რომელიც ალბათ გარანტია სიმშვიდის, კეთილი მომავლის და არც ყველაფერი კარგის. ცუდი განათლებაში არც არაფერი არ არის. თუმცა არის რაღაც სკეპტიკური დამოკიდებულება, ზოგჯერ განათლებული ადამიანები დიდად არ უყვართ ხოლმე, მაგრამ ასეთებიც ხდება. მოკლედ მოხარული ვარ, იმედი ამ წლის მანძილზე ხშირად შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს, მასწავლებლებსაც აქვთ უფლება რომ დაისვენონ ალბათ არდადეგებით დატკბნენ, თქვენ რამდენად კარგად მოახერხეთ ძალების აღდგენა. კიდევ ერთხელ ვუერთდები თქვენს კეთილ სურვილებს, მასწავლებლების და მოსწავლეების მიმართ წარმოთქმულს, წარმატებული და საინტერესო წელი ქონოდეს ყველას. რაც შეეხება დასვენებას, კი, გვაქვს საშუალება და გვაქვს ფუფუნება, რომ დავისვენოთ, თუმცა ეს დასვენებაც არის პირობითი, რადგან ძირითადად მასწავლებლები ამ ორი თვის განმავლობაში ვუნდებით ძალების აღდგენას, ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმვას, ახალი საინტერესო აქტივობების და ყველანაირად რა ვიცი, ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება საინტერესო გარემო შევქმნათ მოსწავლეებისთვის, იმიტომ რომ ყველა ეპოქას აქვს თავისი გამოწვევა და ჩვენც ვდგავართ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. გაჯეტების თაობაში ძალიან რთულია მოსწავლეები მივიყვანოთ წიგნამდე და სკოლა ვაქციოთ მათთვის საინტერესოდ. ამიტომაც თუ არა მუდმივი შრომა მიზნამდე ვერ მივალთ. ამიტომაც ნებისმიერ საქმეს, სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ზაფხულის განმავლობაში მასწავლებლები, მაინც ჩვენი ფიქრით ვართ იქ სკოლაში, რომ გავხადოთ სკოლა უფრო საინტერესო. ნანა, თქვენ ბრძანეთ, რომ ყველა ეპოქას თავისი გამოწვევა აქვს. იმის ფონზე და იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა მასწავლებელი ბრძანდებით, მოდი გაიხსენეთ თქვენს პერიოდში, როცა მოსწავლე იყავით, მოსწავლის რანგში რა გამოწვევები გახსენდებათ და რა შეიცვალა დღეს, ან რაიმე თუ მოგვარდა იქიდან და გაჯეტების გარდა რა გამოწვევებია კიდე სასწავლო პროცესში. სამწუხაროდ მე ისეთ პერიოდში მომიწია მოსწავლეობა, როდესაც ძალიან დიდი სოციალური პრობლემები იყო 90-იან, ბნელ 90-იან წლებს გულისხმობ. ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ წიგნებს ჩვენ ვყიდულობდით, თუმცა რესურსიც კი არ არსებობდა ბაზარზე, თვითონ ეს წიგნი რომ შეგვეძინა, არა მხოლოდ ის რომ თანხაც არ იყო, არამედ რესურსადაც არ იყო წიგნი, ამიტომაც ჩვენ ერთმანეთისგან ვნათხოვრობდით, კონსპექტებს ვაკეთებდით, თუ გაგვიმართლებდა ამ ყველაფერს, მე შუქს ვსწავლობდით, თუ არა და ლამპის შუქს. ეხლა ჩემ შვილებს რომ ამას ეხლა ამას ყველაფერს ჩემ შვილებს რო ვუყვებით, იცინი, ამიტომ რომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ მსგავსი რამ როდესმე თუ იყო და მით უმეტეს ჩემს ბავშვობაში და ესეთი ბებერი ხარ ვერ ჩემმა პატარა ჟილმა მკითხა და ეს ჩვენი უახლოესი წარსულია. ნუ რა თქმა უნდა ეს პრობლემა მოგვარდა დღეს განათლების სამინისტრო ურიგებს მოსწავლეებს წიგნებს და მათ აღარ უწევთ უკვე, ასე რომ თქვათ ამაზე ზრუნვა, ასევე მოგვარდა დენის პრობლემაც და მათთვის ინფორმაცია ხშირად ვარ ხოლმე გენერატორის იმედად ეს ქუჩაც შუქობას გვაქვს, მაგრამ იმ დოზით არა, რა თქმა უნდა და ინფორმაციასთან წვდომა არის მათთვის გაცილებით უფრო მარტივი. მე მახსოვს, როდესაც ჩვენი კლასელები ერთად გვიწევდა წავსულიყავით სხვადასხვა ბიბლიოთეკაში რაღაც ინფორმაციის მოსაძიებად და ამაში ვკარგავდით ძალიან დროს და დღეს იმდენად მარტივია ამ ინფორმაციის მიღება და დროშიც იმდენად უცებ ხდება, რომ მოსწავლეებისთვის ეს ძალიან დიდი კომფორტია. ამიტომაც მე ხანდახან ვეუბნები ხოლმე ჩემ მოსწავლეს, რომ უფლებაც კი არა გაქვთ, რომ თქვენ ეს ინფორმაცია
დისკომფორტს თქვენი მოსწავლეები? იცით რა არის? იყენებენ და ძალიან ხშირად გაკვეთილზეც ვასწავლით ხოლმე, აი როგორ უნდა მოიძიონ ესა თუ ის ინფორმაცია. ძალიან ხშირად ბავშვები როცა ითხოვენ ტელეფონს, მათი ერთადერთი დანიშნულება არის რომ ვითამაშებთ და დედას ეუბნებიან შენ დამირეკავ და მე ვითამაშებ და მე როცა ვეუბნებით რომ აქ შეიძლება სხვა ფუნქციებიც იყოს, სხვადასხვა პროგრამები გადმოვწეროთ, თავდაპირველად მანდა მაინც მხიარულად და ხალისით არ ხვდებიან ამ ამბავს, მაგრამ ყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ინტერესით, ასე რომ ვთქვათ, გადმოწერენ ხოლმე და ცდილობენ რომ აი რასაც ვასწავლით, ნელ-ნელა ააგვყვნენ. ჩვენ თავარი უნდა ვასწავლოთ ახლა 100%-იანი, ასე რომ ვთქვათ, სწავლება შეიძლება არ იყოს, მაგრამ თუნდაც 80%-მა რომ ისწავლოს, ხო, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან დიდი ფუფუნება. ამიტომაც უნდა ვცადოთ. ჯამში როგორ გახსენდებათ ეს ბნელი და უკუნი? ჩემთვის 90-იანი წლები. ხო, რა თქმა უნდა, ყველას უყვარს თავისი ბავშვობა და მეც არ ვარ გამონაკრესი მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან ესეთი არც თუ ისე სასიამოვნო იყო, დღეს რა თქმა უნდა ტკბილად მახსენდება და სულ ვეუბნები, რომ ალბათ ასეთ ნასწავლსაც უფრო სხვა ფასი ქონდა, იმიტომ რომ ვცდილობდით ისე გვესწავლა, რომ მეორედ იქ აღარ მივსულიყავით ამდენი აღარ გვეშრომა და ამიტომაც რაღაცნაირად ხანგრძლივი იყო ჩვენი ეს ინფორმაცია ჩვენს მეხსიერებაში ხანგრძლივად ინახებოდა. ეხლა უკვე სწავლობენ, მაგრამ იციან რომ თუ დაჭირდათ მეორე წუთში შეუძლიათ რომ ჩაიხედონ და რაღაცნაირად თითქოს ამ სწავლის ხარისხიც შემცირდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ასე წვალებით მოპოვებულ ცოდნას სხვა ძალა აქვს, თუმცა რა თქმა უნდა ამ ეპოქაში რომ დაუბადებულიყავი ეხლა მეც ალბათ ასე ვიქნებოდი. ამიტომ რაც ახლა ჩვენ თაობას ჭირს, მხოლოდ მათი ბრალი არა, ეს არის გარემო ფაქტორების, რომლებიც მათ უქმნიან ამ ასე რომ ვთქვათ გარემოს. შესაბამისად ჩვენ არ უნდა დავკავდეთ მხოლოდ თითის ქნევით და ჩემ დროს ასე იყო, ეს არაფრის მომცემი არ არის. უბრალოდ პირიქით ჩვენ უნდა მოვერგოთ ეხლა და იმ გამოწვევებს ჩვენ თვითონ უნდა გავუმკლავდეთ და ვასწავლოთ მათაც გამკლავება ავყვეთ, ფეხი აუწყოთ და როგორც ოთარანთქვრივი იყო და მათი გადმოსახედნა უნდა გადმოვიხედოთ. სხვა ყველაფერი არის ფუჭი, წარსულზე ბღაუჭია და მეტი არაფერი და ამით პირიქით დავაფრთხობთ, თორემ მეტი არაფერი სარგებელი. ხო, თან ამდენ ინფორმაციაში, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში უბრალოდ თაობაც ვერ ვუძლებთ, ხო? დაწუნებული ვარ, ვერც თქვენ უძლებთ, ვერც მე ვუძლებთ და ეს ინფორმაციები, რომელიც კიდევ უფრო ცუდი ამბებით არის გაჯერებული, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენამდე მოდის და სრული იზოლირება ფაქტიურად არის შეუძლებელი, ალბათ დამეთანხმებით. კი, რა თქმა უნდა, ოღონდ ერთ რამეს დავაკვირდი. ეს თაობა უფრო მზა არის და უფრო მარტივად უმკლავდება ამ ინფორმაციას. ჩვენთვის, რადგან არ ვიყავით ამ ასეთ, ასე ვთქვათ, ინფორმაციულ შემოტევას, არ გქონდა იმუნიტეტი, უფრო მძიმედ აღვიქვამთ ხოლმე. ხანდახან რო ყოფილა რაღაცა ვაიმე შემიცხადებია, ისინი პირიქით უფრო ესე არიან, მტკიცეთ არიან და უფრო კარგადაც პოულობენ გადაწყვეტის გზებს და ასე გავაკეთოთ, რან რაღაცას თავაზობენ, ან არაუშავს, მამშვიდებენ და თითქოს იმუნიტეტი აქვთ, იცით, რაღაცნაირად ამ გარემოში რო დაიბადნენ, შეგუებულებიც არიან და გამკლავებაც უკეთესად გამოსდით და ეს აღმოჩენა გამეხარდა, იმიტომ რომ ჩვენი თაობისთვის აი ვიძრგუნებით რაღაცნაირად სახლიდან გამოსვლა არ მინდა ხანდახან ისე მეწყობა ხოლმე ეს ცუდი ინფორმაციები და არა, ისინი უფრო იბრძვიან და აქვთ იმის უნარი, რომ გაუმკლავდნენ და რაღაცა ესე მედგრად იყვნენ. კარგით, ის კონსპექტები, რომელიც ახსენეთ, არჩევთვის არ არის უცხო, რამდენად შემოინახეთ? კი, მე ნაკლებად დედამ შემოინახა, როგორც ყოველთვის დედებს უყვართ ხოლმე და რამოდენიმეჯერ ესე სოფლად გვაქვს ხოლმე და გადავხედავ და ეხა მეცინება, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა იმ კონსპექტებისთვის და ბევრს ვშრომობდით. თუმცა ნამდვილად კარგი გასახსენებელია და ერთგვარი ჩემი პირადი ისტორიის ამსახველიც არის. 90-იანი წლების მოსწავლე შემდგომში უკვე მასწავლებელი როგორ ერთობოდა ხოლმე, სად პოულობდა? ეზოს ბავშვი ვიყავი თავიდან ბოლომდე და განსაკუთრებით შორტს მიყვარდა ბინიდან თამაში, რომ დედა რო დაიცახებდა ვერ გავიგონე მე ხო, ვერ გავიგონე და მაქსიმალურად ვცდილობდი რომ თავისუფალი დრო გამეტარებინა ეზოში. ეს ნამდვილად მაქვს, რომ აი ჩემ შვილებს რო რაღაცა მე ეზოში ვიყავი და თქვენ სახლში სხედხართ, ამას მართლა ვეუბნები ხოლმე ვერ გადავეჩვი ამის თქმას. თუმცა მაშინ ეზოც სავსე იყო და ეხა დაცარიელდა ეზო, იმიტომ რომ ძირითადად ბავშვებმა გადაინაცვლეს ტელეფონებთან, კომპიუტერებთან, ტელევიზორებთან და ეს ის ამბავია, რაც ამ დრო მოიტანა. ალბათ ამასაც აქვს თავისი ახსნა. ანა, რამდენი წელია რაც მასწავლებელი ხართ? უკვე მე 14 წელია რაც მასწავლებელი. ცოტა დრო ნამდვილად არ არის. არ არის ნამდვილად და კიდევ უფრო საიუბილეო თარიღი.
პირველი გაკვეთილი გაიხსენე თუ ჯერ არ გვისაუბრია. ხო, მახსენდება ეს მკვეთრად. კი, პირველი გაკვეთილი სხვათა შორის როცა ესე მეუბნებიან, მახსენდება ეგრეთ წოდებული ღია გაკვეთილები, რასაც ეძახდნენ, იმიტომ რომ მძაფრი ემოცია იყო, ჩემს ჩატარებულ გაკვეთილს ახლა უფრო გამოცდილი ადამიანები უნდა დასწრებოდნენ და მახსოვს, როგორ ჩემი საკლასო ოთახი სავსე იყო ჩემი კოლეგებით, რომლებიც მამხნევებდნენ იქედან და ძალიან პოზიტიურად მახსენდება, იმიტომ რომ აი რაღაც რამოდენიმეჯერაც გავიხედე უკან, სადაც ჩემი კოლეგები იჯდნენ, იმდენჯერ ესე თავს მიქნებდნენ და რაღაცა მამხნევებდნენ და ხო, აი ეგეთი იყო და ესეთ კურიოზს გავიხსენებ, რომ ეს გქონდა ასაწყობი, სიუჟეტი გქონდა ასაწყობი და ერთ-ერთი სიუჟეტის სურათი აღმოჩნდა, რომ გაკვეთილზე როცა უნდა ამეწყო, არ იყო და იუმორით გამოვედი სხვათა შორის და ძალიან გადავრჩით ასე იუმორით, ბავშვებსაც ტკბილად ახსოვდათ მერე და სასიამოვნო პროცესი იყო. ფაქტობრივად არ მახსენდება ჩემი თავი, როდესაც ჩემს გონებაში რაღაცა საგაკვეთილო პროცესი არ მქონოდა წარმოდგენილი. სულ მასწავლებელი ვიყავი, სულ ამას წარმოვიდგენდი და შესაბამისად კი, იმ დროსაც და მასწავლებელი ვიყავი ყოველთვის და ყველგან და ეს შეგუების პროცესი არ გამჭირვები. ამას ემატებოდა ჩემი ოჯახი, სადაც ბებოც მასწავლებელი იყო, დედაც მასწავლებელი იყო და ვიცინოდი, რომ ერთი პატარა სკოლა სახლში მაქვს და რაღა უნდა გამიჭირდეს, ხო და მართლაც გენეტიკური ფაქტორიც ყოფილა, ხო, რაღაცნაირად. კი, ბატონო და რაღაცნაირად არ გამირთულდა. ბევრი სიტუაცია მახსენდებოდა სახლიდან, მახსენდებოდა როგორ აგვარებდა ბებო ამა თუ იმ გამოწვევას დედა და ეს ძალიან დამეხმარა, ასე რომ ვთქვა და ითვალისწინებდით მათ რჩევებს ამ დღეს? არა, თავდაპირველად ცოტა ისე ვიყავი თავდაჯერა. მე უფრო ვიცი რა და ხო, რას ლაპარაკობთ, მაგრამ ნელ-ნელა ვხვდები, რომ კი, არის რაღაც პრობლემები, რომელიც არის მარადიული და პირველი რასაც ბებო მეუბნებოდა იყო ის, რომ ბავშვმა იგრძნოს, რომ გიყვარს და უნდა გიყვარდეს. მე უფრო ყველაფერი მარტივად დალაგდება და კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის როგორ უნდა გამომეხატა და მეგრძნობინებინა ბავშვისთვის რომ მიყვარს, ეს უკვე აღარ ვიცოდი, მეგონა რომ თუ სიტყვას ვიტყოდი, ეს საკმარისი იყო, არა და ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია სიტყვა, იმიტომ რომ ბავშვები სიტყვაზე მეტად გენდობიან ქცევაზე და ამიტომ შენ ქცევაში, იმ კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცევი, ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დაინახეს რომ აი გამოგცდიან კიდეც ეს ძალიან ახასიათებთ რა. თუ გამოგცადეს და ის გამოცდა კარგად ჩააბარე, მერე უკვე აი ძალიან კარგი მეგობრები არიან, ძალიან გიერთგულებენ და ბევრი ძალიან კარგი მეგობარი ყავს სკოლაში და მიხარია, იმიტომ რომ აი როცა თქვათ დავალებას შეეხება საქმე, იმოდიან და დღეს გვაპატიეთ და ხვალ მოგიტანთ და ვხვდები რომ პასუხისმგებლობით არიან. ამ როგორია ნანომასწავლებელი? არა, ჩვეულებრივი მეც ვიცი და მქონია ესეთ სიტუაცია, რომ დავალება შეიძლება დარჩეს ან რაღაც მიზეზის გამო ვერ დაწეროს, თუმცა ეს არ უნდა იყოს სისტემატიური იციან. ხო, გახوار შეიძლება სარგებლობას კონდეს ადგილი. არა, სისტემატიური არ უნდა იყოს. როგორ აკონტროლებთ ამათ საშუალო არითმეტიკულით? გვაქვს მაგას. კი, გვაქვს ბერკეტები და თან გვაქვს პატარა ვალებს ვეძახით, ესე რომ თქვა, თუ დღევანდელი დავალება არ უწერია, იმას არ ნიშნავს, რომ დავალებას ვადა აქვს. დავალება შეიძლება ხვალაც შესრულდეს, ამიტომაც ხანდაზმული დავალებებიც თუ არსებობს? კი, რა თქმა უნდა, ყოფილა ესეთი თებერვალში მიმიღია ზაფხულის დავალებები, მაგრამ არა უშავს. სასაბარებელი გვაქვს ახლა. კი, ზაფხულის დავალებებს ახლა სექტემბრის ბოლოს ვიბარებ და შემოსწავლებს აქვთ ახლა საშუალება, რომ ნელ-ნელა დავალებები, ვალები, ასე რომ ვთქვა, დააბრუნონ აუცილებლად, იმიტომ რომ მეც მაგ მათთან ვალები სხვათა შორის ეს სამხრივი არ არის. ჩემი ვალი არის ის, რომ საინტერესო გაკვეთილებით მაძლევენ სხვათა შორის შეკვეთებს, რომ ესეთი გაკვეთილი გვინდა, ეს აქტივობა გვინდა, აი ასე ხომ არ დავგეგმოთ და ინიციატორები ბევრჯერ არიან თავად. უფრო დაბლ კლასებს ახასიათებთ, აი ზედა კლასებში უკვე უფრო დინჯები არიან და უფრო სხვა პრობლემებია, მაგრამ დაბლ კლასებში აი მიმიღია ხოლმე რჩევები და ვითვალისწინებ, რა თქმა უნდა, მათ რჩევებს. კარგი, პროფესიის გარდა ჩვენ ადამიანები ვართ, ნუ ყოველ შემთხვევაში უნდა არის ალბათ შემთხვევები, როცა შეიძლება რაღაც პირადი ან თუნდაც საგაკვეთილო პროცესში რაღაც იმედგაცრუების ზღვარზე იყოთ. რა გეხმარებათ ხოლმე ყველაზე მეტად? ხო, აი როგორ აღწევთ თავს? სულ მაქვს ხოლმე ჩემოსწავლებთან საუბარი, რომ აი ზმნის რაღაც კატეგორია შეიძლება დაგავიწყდეს და არა უშავს. მაგრამ ადამიანური ღირებულებები არის ის, რაც არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს. და აი ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ
ერთხელ ჩემმა ერთმა მოსწავლემ დაფასთან გამოვიდა დავალებას კითხულობს და მივხვდი რომ დავალება არ უწერია და ზეპირად კითხულობს და არ მithქვამს არაფერი მე ცალკე დაველაპარაკე რომ ერთი უნდა მეთქი რომ გეთქვა და უფრო გაგიგებდი ვიდრე ეხა ეს ფაქტი დადგა და უფრო გული მეტკინა არ მინდე რომ მე რაღაცა შენ სხვანაირად დაგიდგებოდი გვერდით მეთქი და რაღაცა ესეთი საუბრებით უფრო გალოთ ფონს, ამიტომაც რა თქმა უნდა შეცდომები არის, იმედგაცრუებაც არის, მაგრამ არასდროს ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ და არასოდეს არ უნდა თქვათ, რომ დამთავრებული არაფერი არ არის დამთავრებული პირიქით. ჩვენი ქცევით ძალიან ხშირად მათ ვაძლევთ მაგალითს და ვაძლევთ სტიმულს, ან იმ გზას დაადგნენ, რა გზაზეც დგანან, ან და შევიცვალონ და შემოbrunდნენ. ამიტომაც არასოდეს არ აგვაქვს დანებების უფლება და არასოდეს არ აგვაქვს მოტუნების უფლება. რაცა უნდა ბევრ წარმატებაზე ვისაუბროთ სკოლებში, ბევრი პრობლემაც არის ასე. ძალიან. ხშირად გვესმის ხოლმე ტერმინი ბულინგი სკოლებში, ხო? რა არის თქვენთვის ინდიკატორი, რომელიც გაფიქრებინებთ, რომ რაღაც შეიძლება აქ არ იყოს ისე კარგად საქმე? და როგორ იცავთ ხოლმე თქვენს მოსწავლეებს? კი, ყველაზე ხშირად, კლასში როდესაც შევდივარ, სულ ვაკვირდები, როგორ ხედან ბავშვები. ძალიან ხშირად არის ესე, რომ ცალკე ზის ერთი მოსწავლე ან არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში, ან რომელიმე მოსწავლისგან წამოსროლი რეპლიკა, რომელიც არ მისიამოვნა, მაგრამ ცდილობს საგაკვეთილო პროცესში მან და მაინც ყურადღება მას არ მივაქციო და მე გაკვეთილის მე დავიტოვო მოსწავლე და დაველაპარაკო რა მოხდა და რატომ მოხდა. საგაკვეთილო პროცესში იმიტომ არ ვაქცევ ყურადღებას, რომ უჭირთ მაინც ესე გახსნა და ცალკე ინდივიდუალურად საუბარი უფრო უპრიანია. ამიტომაც რეაგირების გარეშე არ ვტოვებ. არის ისეთი მომენტები, როდესაც თუ ჩემი სადამრიგებლო არ არის, დამრიგებელს ვეკითხები, ვესაუბრები, ხომ არ შეუნიშნავს, ან რაიმე პრობლემა თუ არ არის და რადგან მე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ, ძალიან ხშირად ვეძებ წიგნებს, სადაც მსგავსი პრობლემა არის. და ამ თემაზე ვიწყებთ კითხვას, მსჯელობას და ფილმების ყურებას, განხილვას და მე მოგვარების გზებს და სხვათა შორის თვითონ ის ბავშვები, რომლებიც აბულინგებენ, ასე რომ ვთქვათ, სხვებს, აი ძალიან კარგად იციან ხოლმე, როგორ უნდა მოიქცნენ საპირისპიროდ. მაგრამ ასე არ იქცევიან და მე ამაზე აბა რა გვიშლის ხელს, რა ხდება და სამწუხაროდ ყველა მოძალადე ბავშვის უკან დგას დიდი პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია და ამას მხოლოდ სკოლა ვერ აკეთებს, შობის ჩართულობა. რა პრობლემა იკვეთება ნანა? რა საერთო აქვთ მათ? ყველაზე ხშირად მოდის ოჯახური პრობლემებიდან. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი მშობელი არის ემიგრანტი და ძალიან ბევრი ბავშვი მარტოა, მარტო სულად გზნობს თავს. შემდეგ ხდება ისე, რომ რაღაცა ქუჩაში სხვამ, ასე ვთქვათ, იძალა და მასე, მერე ის თავისი გამოცდილება გადმოიტანა სკოლაში და სხვაზე ცდილობს ავტორიტეტის, ასე ვთქვათ, მოპოვება უნდა, ეს ის ასაკია ხოლმე ძირითადად, როდესაც თავის დამკვიდრებას ცდილობენ და არასწორი, ასე ვთქვათ, ფორმით ცდილობენ რომ როგორმე თავიანთი ავტორიტეტი შექმნან და ამაზე გვიწევს ძალიან ბევრი საუბარი. თუ გაგვიმართლა და მშობელი ყავს გვერდით, მაშინ მათთან ვიწყებთ თანამშრომლობას, ჩართულობას, მათთან ერთად განვიხილავთ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მშობელიც ვერ ხვდება და ჯერ სკოლას ვთქვათ, გქონია იმის შესაძლებლობა, რომ ამოგვეცნო ეს პრობლემა და მე ჩავსვამთ ხოლმე მშობელს საქმის კურსში და ძალიან გვეხმარებიან ისინი ნამდვილად ამ პრობლემის მოგვარებაში. თუმცა ზოგჯერ არის ისეთი პრობლემები, რომელშიც სამწუხაროდ სკოლა არის უძლური და ოჯახური პრობლემები, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენი სოციუმისთვის არც თუ ისე უცხოა. აი იქედან ასე კონფლიქტიდან წამოსული მოსწავლე სხვანაირია, სხვა საფიქრალით არის მოსული და მე გვიკვირს რატომ ვერ ისწავლა ესა თუ ის გაკვეთილი. ამას ხო ემატება თან ის ძალადობრივი გარემო, რომელიც მას სოციუმში ხვდება, მას შემდეგაც დატოვებს სკოლას ან გამოდის უკვე სახლიდან. კი ბატონო და აი ძალიან ხშირად კიდე ესეთი ფრაზა არ ვერ წარმოუდგენიათ ხო არის ორი კატეგორია ერთი რომელიც ხვდება და განზრახ აკეთებს და მეორე კატეგორია რომელიც აი თითქოს ვეხუმრები ამბობს და ამბობს ისეთ რეპლიკას რომელიც არ არის სახუმარო და მე ვეუბნები რომ აბა შენ თავზე წარმოიდგინე და შენ თუ მოგეწონებოდა გარემო რა თქმა უნდა ძალიან მოქმედებს და ის რასაც სახლიდან სკოლამდე გზა ქვია და რა საზოგადოებასაც ხვდება ის საზოგადოება ძალიან მოქმედებს მოსწავლეებზე და ზოგჯერ ასე რომ ვთქვათ გვიწევს რომ გარეთაც გავიდეთ და ის პრობლემებიცაც თუ შეგვიძლია ის პრობლემებიც რაღაცნაირად მოვაგვაროთ იმიტომ რომ არ არის სახუმარო თემა პირიქით ასეთ ბულინგს შეუძლია ბავშვი ძალიან რთულ და მძიმე პრობლემამდე მიიყვანოს ამიტომაც სკოლა ყველანაირად ცდილობს ჩვენ დირექციას ვრთავთ რა თქმა უნდა თუ საჭიროა ფსიქოლოგსაც ვრთავთ ოჯახი რა თქმა უნდა ჩართულია და რა ვიცი ზოგჯერ ვუმკლავდებით და ზოგჯერ ვერა მარცხიც ზოგჯერ
ახლავს ამ საქმეს, მაგრამ აი ისევ ვიმეორებ, რომ ცდა აუცილებლად უნდა იყოს. მე რას ვუშველი, ეს დამოკიდებულება არის ძალიან ცუდი და ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვზრდით მომავალ თაობას, ჩვენ მომავალს, ასე რომ ვთქვათ, ვზრდით და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ. ზოგჯერ დავიღალი ან მე არ მევალება, არა, ჩვენ ყველას გვევალება, იმიტომ რომ გავადრო და ის თაობა ჩვენი მთავარი, ასე რომ ვთქვათ, თაობა გახდება და სათავეშიც ჩავდგებიან. ამიტომაც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი ქმედება. ხო, თან მით უფრო შეიძლება ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ ვაიდა ეს საკითხი ჩვენ შულს ეხებოდეს, ალბათ მე უფრო გარემოს სხვაგვარად დავფიქრდებოდით და კი, მეტად ყურადღებიანები ვიქნებოდით, რაზეც ფოლს ხუჭავთ ხოლმე ან არ გვიყვარს საუბარი. კი, და აი ძალიან ცუდია კიდე ეს გვიჭირს მშობლებს, რომ აი ჩემი შვილი არა, ჩემ შვილს ასე არ დაემართება, ჩემ შვილს. ალბათ ყველა დედაც ასე არის და ეს არის ზუსტად შეცდომა, რომ აი არ დაემართება ჩემ შვილს არა, ყველას შეიძლება დაემართოს და ამიტომაც აუცილებელია რომ მხიზლად ვიყოთ და აუცილებელია რომ თითოეულ ნაბიჯს განაარვენდოთ, რა თქმა უნდა, ვენდოთ, მაგრამ აუცილებლად ამასთანავე ყავდეს თვალსაწიერში და ვიცოდეთ მისი ყოველი, ასე რომ ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯი. აი, ხანდახან ჩემი შვილი კაი რასაჭიროამდე დარეკვა და ბუდიშს ვხვდი თუ შეგაწუხებენ კი, მაგრამ მე მჭირდება ინფორმაცია იმისთვის, რომ შენ სადა ხარ, როგორ ხარ და თუ მეტყვის რომ მე კარგად ვარ, მე უფრო 1 საათი ყოველ შემთხვევაში მყოფნის. ნუ სკოლაში როცა უფრო მშვიდად ვარ, მაგრამ სკოლიდან როცა გადის უკვე მჭირდება რომ ვაკონტროლო და სხვათა შორის აი ამაში ზომიერებაა ხო საჭირო აუცილებლად კი მექანიზმები კი აუცილებლად და იცით რა ამასაც მეტნაკლებად ასაკი აქვს ეხლა ცოტა ისეთ ასაკში არის რომ მჭირდება ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში მე რომ მეტი ყურადღება მე უფრო როცა ჩამოყალიბდება თავის ასე რომ ვთქვათ ღირებულებებს ჩამოაყალიბებს უფრო თავდაჯერებული იქნება მე რა თქმა უნდა რა თქმა უნდა უკვე თავად განაგებს ყველაფერს ხო ხდება ისიც რომ ტელეფონი ცოტა შორს მაქვს უპასუხობს როგორც დედა ერთ დროს კი ხო კი გვაქვს ესე ბუმერანგივით მიბრუნდება ხოლმე ეს ცოლოდავა მაგრამ რა ვქნათ სხვათა შორის მიყვარს ხოლმე რომ გავდიოდი სახლიდან დედა ჩემა საღამომდე აი განსაკუთრებით მე უნივერსიტეტში როცა ჩავაბარე არ იცოდა სად ვიყავი იცოდა რომ ლექციები მქონდა მე შეიძლება წავსულიყავი ვთქვათ ან მეგობართან ან ბიბლიოთეკაში და საღამოს მოვიდოდი და აი როგორ შეგეძლო რომ შვიდად ყოფილიყავდო ხო ვიცოდი ხო დამიბარე და ეხა ესე დაბარებულზე ვეღარ ვარ თუმცა მშვიდად იმიტომ რომ რაღაცნაირად მართლა აი ეს ინფორმაციაც არის რა რომ იმდენად ცუდი ისმის ირგვლივ და იმდენი რაღაცა საფრთხეები არის რომ ბუნებრივია ამ სიმშვიდის უფლება აღარა გვაქვს და ამიტომაც ვართ ალბათ ესე დაფეთებული დედები კარგით ამ ყველაფრის გათვალისწინებით პროფესია მასწავლებელს როგორ დაახასიათებთ ხო მე ვფიქრობ რომ ეს არის მთავარი პროფესია ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო მასწავლებელი რომ არ ყოლოდა და აი რაც არ უნდა ამაზე რთული და ამაზე საპასუხისმგებლო საქმე არ მიმაჩნია ერთი არის ექიმი რომელსაც საქმე აქვს ასე რომ ვთქვათ ადამიანის სხეულთან და მასწავლებელი რომელსაც საქმე აქვს ბავშვის სულთან ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე არის ამიტომაც მე ვისურვებდი რომ ძალიან ბევრი მასწავლებელი გყავდეს, რომელსაც გააზრებული აქვს ეს პროფესია და რომელმაც იცის რა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მასწავლებლები გყავს, ვიცნობ, მაგრამ მირჩევნია, რომ კიდევ უფრო ბევრნი იყვნენ და უფრო მეტად კონდეთ, ასე რომ ვთქვათ, ის პასუხისმგებლობა, რაც ჭირდება მასწავლებელს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ეს პროფესია. აი, იყო ეს პერიოდი, როდესაც ვთქვათ, ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, მინდოდა რაღაც პერიოდი თეატრალურზეც მქონდა ამბიციები, მაგრამ არა, სადაც ვარ, ეს არის ის, რაც ნამდვილად მინდა. მე რა რომ ძალიან ბევრი მარცხია და მე რა რომ გულის ტკივილიც არის, გამარჯვებაც ძალიან ბევრია და რაც მთავარია, მიყვარს რასაც ვაკეთებ და მგონია რომ ჩემი მოსწავლეები ამას გრძნობენ. როცა მე-11 კლასი მყავსო, ეგრეთ წოდებული სადაბრიკა. ხო. რამდენად საინტერესო ან რა სირთულეებს აწყდები მათთან ურთიერთობის თუ საერთოდ არ გვაქვს სირთულეები? არა, როგორ არა გვაქვს სირთულეები. იმდენი სირთულე გვაქვს და იმდენი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ჩვენ უკვე მეგობრები ვართ და რაღაცნაირად ყველაზე მეტად რასაც განვიცდი ხა თვითონაც ვიხვდებიან.
აი ერთი წელიც და გამიფრინდებიან და ამას იმდენად ეგოისტურად აღვიქვა. აი მე ეს ერთი წელი ძალიან გამიჭირდება მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა წავიდნენ და ძარცმუნებული ვარ რომ ღირსეული ადამიანები იქნებიან. სირთულე არის უკვე მე-11 კლასში ფაქტობრივად უკვე ემზადებიან აბიტურიენტობისთვის, მათი მიზნები უკვე სხვა არის და ცოტა გაკვეთილისთვის და სკოლისთვის ნაკლებად ცალიათ და გვაქვს დაგვიანებები, ახლა ჯერობით გაცდენებს ვარ ვიტყვი მაინც, მაგრამ გაფრთხილებული მყავს რომ ესეთი რამე იქნება. აი მოდუნებულებიც არიან. საგნები რომლებშიც ემზადებიან, რომელსაც ეროვნულებში აფარებენ, იქ უფრო აქტიურად არიან, მაგრამ საგნები რომლებიც არ სჭირდებათ ბრჭყალებში ეროვნულებისთვის, იქ უფრო მოიკოჭ და ეს ვფიქრობ რომ ძალიან დასაფიქრებელია, იმიტომ რომ ნებისმიერ საგანი არის მნიშვნელოვანი ზოგადი განათლებისთვის და კარგი იქნება რომ რაღაცნაირად ამ კუთხით დავალაგოთ. მე-11 კლასი მხოლოდ 3 საგნისთვის არ უნდა იყოს და მხოლოდ 4-ის. და დაალაგოს ეს ყველაფერი ისახება. ხო, ეს რა თქმა უნდა ჩვენი განათლების სამინისტრო, თუმცა მე ვიცი რომ ამასთან დაკავშირებით არის ცვლილებები და იგეგმება ცვლილებები და ძალიან კარგია, მე თვითონაც მონაწილეობდი, გამოცდები იქნება, ასე რომ ვთქვათ, სამომავლოდ თითოეულ საგანში, სადაც მოსწავლეს მოუწევს ზოგადი ცოდნის, ასე რომ ვთქვათ, დადასტურება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ცხოვრება მხოლოდ 3 საგნით არ არის. ყველა საგანი გვჭირდება და ყველა საგანი არის მნიშვნელოვანი და ეს განათლება მერე დაგვეხმარება ჩვენ, რომ უფრო სრულყოფილი საზოგადოება შექმნათ და უფრო განათლებული საზოგადოება იყოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ყველა საგანს კონდეს თავისი ფუნქცია, შევუნარჩუნოთ თავისი ფუნქცია. კარგი. ზაფხულშიო ძალიან ვერ მივეცი თავისუფლება დამესვე და ფიქრობდი როგორ უნდა ყოფილიყო ახალი სასწავლო წელი, რა იდეებით დაუბრუნდი სკოლას. ეს ყოველ წელს ასე არის. მარტო წელს არა, ახალი არაფერი არ არის, პირველი 2 კვირა როცა რაღაცა ტვინი ისვენებს და დანარჩენი უკვე სულ გადართული ვარ სკოლაზე. პირველი ძალიან მინდა რომ ეს სასწავლო წელი იყოს უფრო მეტად საინტერესო და უფრო მეტი სახალისო და ახალი აქტივობებით, ასე ვთქვათ, დატვირთული, ასევე უნივერსიტეტთან, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან და შოთა რუსთაველის ფონდთან ერთად ვახორციელებ პროექტს. სამეცნიერო კვლევა იწყება სკოლიდან, აი ესეთი სახელწოდებით არის და ძალიან მიხარია. პროექტის მიზანი არის, რომ მოსწავლეებმა შეისწავლონ კვლევა-ძიების უნარი. ეს არის უმნიშვნელოვანესი, როგორ უნდა იკვლიონ ესა თუ ის საკითხი, იმიტომ რომ საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის ეს არის ძალიან საჭირო უნარი. მოსწავლეებს მოუწევთ მერე დაწერონ თავიანთი ნაშრომები, სადაც უკვე, ასე რომ ვთქვათ, მომზადებულები იქნებიან. ეხლა ჩვენ ენის მხრივ ვიწყებთ კვლევა-ძიებას მე-11 კლასში. მაქვს ეს პროექტი, უნივერსიტეტის წარმომადგენელი თამარ დინიცია ჩემთან ერთად ჩართული და დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იქნება და განსხვავებული იქნება თან ჩვეულებრივი რუტინული გაკვეთილებისგან. კლუბის ეგიდით ტარდება და ძალიან დიდი ენთუზიაზმით 1 ოქტომბერს დაიწყება ეს პროექტი ჩვენთან სკოლაში, გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე და ბოლოს დაგვირგვინდება კონფერენციით, რომელიც ჩვენთან სკოლაში გაიმართება ალბათ ზუსტად არის. ალბათ ნებაყოფლობითია ხო ჩართულობა თუ კი, ნებაყოფლობითია, მე ვიკითხე მე-11 კლასში, ვის ჰქონდა სურვილი და 17 მოსწავლე ჩაეწერა და ამ 17 მოსწავლესთან ერთად შევუდგებით ამ კვლევა-ძიებას. კარგი მეჩვენებელია, როგორ ფიქრობთ? კი, სხვათა შორის ჩვენ ფონზე რაც ბრძანეთ მე-11 კლასელებს. კი, სხვათა შორის ამ ბავშვებთან მე მქონდა სამუშაო გამოცდილება, გააკეთეს პრეზენტაციები შოთა რუსთაველზე, ენის კვლევები გქონდათ პატარა გაკეთებული და ამიტომ ასე თუ ისე აქვთ რაღაც გამოცდილება და 17 მოსწავლე არ არის ცოტა მოსწავლე, იმიტომ რომ რა ვიცი არც ცალიათ ხომ ხშირად ეს არგუმენტი მოყავთ მე-11 კლასში და 17-მა რომ მოიცალა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მათთვის მართლა საინტერესო არის. კი ბატონო, როგორ ემზადებით თითოეული გაკვეთილისთვის ხოლმე? რომელი კლასიდან მე-11-მდე ყველა კლასში შევდივარ? მე-5 კლასში შევდივარ, მე-8 კლასში შევდივარ, მე-11-ში და მე-9 კლასში კიდე. საკმაოდ ბევრია. კი, 5 კლასი მყავს. ყოველდღიურად გეგმავ გაკვეთილებს, რა ვიცი, ვცდილობ რომ აქტივობები იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი, ეს მხოლოდ რესურსები არა მხოლოდ მატერიალური, შეიძლება იყოს ვიდეო რგოლები და ასე შემდეგ და ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მე თვითონ ვაფასებ ჩემ თავს ხოლმე და ხანდახან ისეთი
გაკვეთილი გამომსვლია, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ხო, რა კრიტერიუმი? 2 მეტრი. აი ბავშვების ჩართულობით და აქტიურობით. აი ყველაზე კარგი შემფასებლები არიან ბავშვები. თუ ისინი აი ამ პოზაში დარჩნენ მთელი გაკვეთილი, ხვდები რომ ჩემი დაგეგმილი გაკვეთილი აბსოლუტურად არაფერი არ არის და ფუჭი შრომა იყო და თუ ხვდები რომ მათ დავაინტერესე, ჩაერთნენ თავიანთი აზრი გამოთქვეს აქტიურად, მაშინ უკვე ბედნიერი გამოვდივარ და ჩემ მგონია რომ აი გავიზარდე 2 მეტრი ვარ ეხა და ხანდახან ღია ფანჯარას ვეძებ რომ გადავხტე და მე რა მასწავლებელი ვარ მეთქი ვიცახი, მაგრამ ასეთი შეფასებები მეხმარება მე რომ სამომავლო გაკვეთილი უკეთესი დავგეგმო. კი ბატონო. ისევ დავბრუნდეთ 90-იან წლებს, მეც 90-იანების შვილი ვარ, ნუ რამდენად გვინდოდა თუ არ გვინდოდა, არ ვიცი, ეს უბრალოდ ასე მოხდა და ვერაფერს ვერ შევცვლით. აი მიდგომები, არ ვიცი თქვენ მასწავლებლებს როგორ გაიხსენებთ, მაგრამ რაღაც ძველი თაობის წარმომადგენლებს რაღაცა სიმკაცრე ახასიათებდათ, რაღაცნაირი მიდგომები, არ ვიცი რა უწოდო, არ მინდა მათ ვაწყენინო. კი. თქვენ როგორ იხსენებთ? აი ეს მეთოდები, როგორ აფასებ ამ მეთოდებს? სხვათა შორის მე ყველაზე მეტად საჯარო დატუქსვა და რა ვიცი გაიხსენებ ალბათ თავადაც ყველაფერს არ იტყვია. ნუ ჩვეულებრივად სტანდარტულად როგორც ყველა ბავშვს ჩვენც გვაქვს ეს სტრესი ასე რომ ვთქვათ მასწავლებელი რომელიც თავისი სიმკაცრით ცდილობდა რომ როგორმე საგაკვეთილო პროცესი ჩუმად ჩაევლო ესე არ ისუნთქოთ ბუზის ხმა იყოს და ჩვეულებრივი გაკვეთილი როგორც მაშინ იყო თუმცა ყავდა ისეთი მასწავლებელი რომელიც აი შემოვიდოდა და აი რაც გინდათ ის გააკეთეთ ისტორიაზე გქონდა ესეთი შემთხვევა ოღონდ იაზროვნეთ და ჩვენ შეგვეძლო რომ აი თავისუფლად ამოგვესუნთქვა და მსხვდარიყავით და რაღაცა საინტერესო იყო განსაკუთრებით. სხვათა შორის მე როცა ვესაუბრები უფროს კოლეგებს, აი ისინიც ამბობენ და აი როგორ ვაკეთებდით ამას, ეხა თავადაც უკვირთ და მაშინ გვეგო, აი მართლა გულწრფელად ეგონათ, რომ აი ასეთი უნდა ყოფილიყო ეს საგაკვეთილო პროცესი. განა ის რომ განზრახ-ესეთები არიან, არა. დღეს მყავს კოლეგები, რომლებიც პირიქით ძალიან აქტიურები არიან, ძალიან მოსიყვარულეები არიან და ძალიან კარგი მასწავლებლები არიან. უბრალოდ მაშინ აი ისე ვიმეორებ, რომ ჩვენც ასეთი კრიტერიუმები გვქონდა, რომ ეს იყო კარგი მასწავლებლობის, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი კრიტერიუმი. და რა თქმა უნდა, არავის არ მოგვწონს და რა თქმა უნდა, ეს არ არის ახლა ჩემ მოსწავლეებსაც ახლა სულხან-საბა ახსენეთ და აღზის პრინციპებზე რო ვისაუბრეთ, იქაც გაიხსენენ და ესე ახლა რო ესე იყოს მას როგორ ითმენდით, ან ამას ჩვენც არ ვიცოდით სხვანაირი როგორი უნდა ყოფილიყო, ჩვენც არ გვქონდა მეტი ინფორმაცია ჩვეულებრივად ნორმად მიგვაჩნდა და შეიძლება მასწავლებელი რომელიც ძალიან ჰუმანური იყო და გვაძლევდა თავისუფლების საშუალებას იმასთან ძალიან ცუდათაც მოქცეულიყავით ამიტომ ელემენტარული უნარჩვევები ანუ არ გვქონდა ჩვენ თვითონაც მზად არ ვიყავით კარგი მასწავლებლისთვის ასე რა ვთქვათ და ამიტომაც კარგია რომ ეს შეხედულება დღეს აღარ არის და თვითონ მასწავლებლებიც ასე რა ვთქვათ რომლებიც ერთ დროს ესე მკაცრები იყვნენ, თავადაც უკვე უკვირთ და თავადაც ცდილობენ რომ შეიცვალონ და ამ ახალი თაობის გამოწვევებს და ახალი თაობის ინტერესებს მოერგონ. ხანდახან კი წუწუნებთ, კაცო, ყველა წუწუნებთ ერთი ის დრო იყოს რაღაც ვიტყვით ხოლმე განაწყენებთ, თუმცა ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ეხა უფრო მეტი დრო გვჭირდება რომ მოსწავლეს დაველაპარაკოთ და რაღაცნაირად ესე საუბრით და რაღაც ურთიერთობით მოვაგვაროთ ესა თუ ის პრობლემა. ანუ შეიძლება ვთქვათ რომ ამ სხვადასხვა თაობის მასწავლებლებს შორის დღეს ჰარმონიული დიალოგებია? მე არ მინდა რომ ესე ყველაფერი ღია ფერებით დავხატოთ, ესე გამომდის ხოლმე როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ ვცდილობ რომ პოზიტივი დავინახოთ, თუმცა არ არის ესეთი ღია ფერი განსაკუთრებით რეგიონებში, მოდი ამასაც ვიტყვი. დიდ ქალაქებს გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაღაც ტრენინგები გადამზადება, უფრო სხვა ინფორმაციული, ასე რომ ვთქვათ, ინფორმაცია მოგვეწოდოს და რაღაც ტრენინგებს დავესწროთ და რეგიონებში, სადაც ამის ფუფუნება მასწავლებლებს არ აქვს, იქ უფრო შემორჩენილი არის და რა თქმა უნდა ჯერჯერობით ჩვენ სურათზე ბევრი ლაქა არის და ბევრი მინუსია, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ დრო ყველაფერს უფრო მეტად გამოასწორებს. მართალია ამ დროში ბევრი თაობა მოეტნევა, რომელიც ასე რა ვთქვათ ამ სიმწარეს იგემებს, მაგრამ ალბათ ესეც კანონზომიერებაა, რომ პირდაპირ მიათეკიბეზე ვერ ავხტებით და რაღაც პერიოდი უნდა გაიაროს სახელმწიფო. თავარია ძალიან მტკივნეული
მტკივნეული არ იყოს და ამის დარეგულირება ვინმე შეძლოს. ძალიან რთული არის აი ეხლა რო ვიხსენებ რაღაც იმ პერიოდს, როცა ჩვენ ვიყავით ამა თუ იმ გაკვეთილზე და რაღაც იყო მასწავლებლის განშეურაცხყოფელი ფრაზებიც და იყო რაღაცა ერთგვარი ბულინგიც მოდიოდა ხოლმე, ხო, ძალიან რთულია მოსწავლეებისთვის ამ ყველაფრის, მაგრამ აი მაშინ თითქოს ეს ბუნებრივად გვეჩვენებოდა. დღეს უფრო მტკივნეული იმიტომ არის, რომ მოსწავლეებმა იციან, რომ ეს არ არის ნორმა და იციან, რომ ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ უფრო მეტი პროტესტი უჩნდებათ და უფრო მეტად განიცდიან და უფრო მეტად მტკივნეულად აღიქვამენ და მე ყველაზე ცუდი ისაა, რომ სძულდებათ საგანი, სძულდებათ სკოლა, მასწავლებელი და რაღაცნაირად ჩვენ თვითონ ვიჭრით მასწავლებლები იმ ტოტს, რომელ ტოტსაც ვზივართ და მე გვიკვირს, რატომ გვემართება. და ჩვენ თავშია ძალიან კი, ბევრი პრობლემა არის ჩვენ თავში ნამდვილად და თუ რაიმეს მოგვარება გვინდა, აი ხელის გაშვერა მარტივია, მაგრამ ეს რაღაცა სუსტი ადამიანისთვისებად მიმაჩნია. უფრო მეტად ჯერ ჩვენ თავში დავინახოთ პრობლემები და მე რაღაც ჩვენი საქმე ჩვენ გავაკეთოთ 5-იანს, 10-იანზე უკვე დვალიანის და როგორ მეტყობა 90-იანი წლებიდან. არა უშავს. ასე მოხდა და ასე მოხდა, წამომწდა. ნანა, ვიდრე დღეისათვის ნენელა დაგემშვიდობებით, როგორც თქვი, განშორება გიჭერთ და რაღაც ეგოიზმი გერთვებათ ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ გადის წლები და ეს ბავშვები, ვინც თქვენთან ერთად გაიზარდა ალბათ და რაღაცებს თქვენ განსწავლობდნენ, რაღაცას თქვენ სწავლობდით, მათგან კონტაქტებში ისევ რჩებით. კი, იმედი მაქვს აუცილებელი. არა, ამ კლასი არ ვამბობ, ზოგადად აი ამ წლების მანძილზე. ზოგადადაც, აი მქონია სხვათა შორის ისეთი შემთხვევა და ძალიან გული მტკენია, ჩემი მოსწავლე, რომელიც მოდის თავი დაუღუნავს და გაუვლია, დაუხრია და გაიარა და ძალიან დამწყდა გულით და მივხვდი, რომ რაღაცა მისთვის არ ვიყავი ის მასწავლებელი, რომელთანაც თქვათ სალამის თქმას არ დაზარდებოდა. ეს რა თქმა უნდა გულსატკენია და აბალანსებს ის, რომ ყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც მუდმივად უხარიათ ჩემი ნახვა, მეკონტაქტებიან, მომიკითხავენ და ეს ბედნიერება არის და ეს საწყობს ალბათ ჩვენს მასწავლებლობასაც და არანაირი შეფასების კრიტერიუმი არ არის ამაზე უპირველეს. უპირველესი არის მოსწავლე, რომელიც მიდის, რამდენად ახსოვხარ და რამდენად გიბრუნდება მერე და მე მქონია სამწუხაროდ ისეთი შემთხვევები, როდესაც ვერ მოვახერხე ყველა მოსწავლემდე მისვლა და ვერ გავხდი ყველა მოსწავლისთვის ისეთი მასწავლებელი, რომელთანაც თუნდაც გამარჯვების თქმას არ დაზარდება. არ ვიცი, შეიძლება ვინმეს კონდეს ესეთი გამოცდილება, რომ ყველასთან ესეა. იმედი მაქვს, რომ არსებობს ასეთი ადამიანები, მე სამწუხაროდ არა ვარ. თუმცა აი, რადგან არიან ისეთები, ვისაც უხარიათ, ზოგი ჩემი კოლეგაც გახდა უკვე და ესეც მახარებს და ვცდილობ ყველანაირად დავეხმარო, იმიტომ რომ ესეთ პატარა დახმარებასაც, ხელის წაშველებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინც ის იქნებ წლების შემდეგ ისინი გახდნენ ჩემი მინისტრები, ჩემი დირექტორი, ჩემი არ ვიცი, ეხლა სადაც ვარ, ჩემი დირექტორი გადასარევია, კი არ ვწოდებ, მაგრამ ვინც ის მომავალი რას გვიქადის, ნახოთ. იმედი მაქვს, რომ მადლიერი მოსწავლეები, რა ვიცი, გვეყოლება. კარგი. ვიდრე მართლა დაგემშვიდობებით, როგორი მოლოდინები გაქვთ ამ წელთან დაკავშირებით და რას მიმართავთ და რას მოუწოდებთ თქვენს მოსწავლეებს? მათთვისაც ვალები აქვთ და ვისაც არა აქვთ. კი, ჯერ პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ წლევანდელი წელი ჩვენმა სკოლამ გამოაცხადა მშობელთა ჩართულობის წლად და ამ წელს ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი მშობელი ჩაერთოს საგაკვეთილო და სასკოლო ცხოვრებაში, იმიტომ რომ ასეთი აქტივობები მოსწავლეებსაც ხანერად უღვიძებს სურვილს, რომ გახდნენ აქტიური მოსწავლეები და ისწავლონ უკეთ. ამიტომ დიდი მოლოდინით ვარ ამ პროექტზე სხვათა შორის ახლა რო წავალაკედან უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ და ასევე ჩემს მოსწავლეებს ვეთქვი, რომ მიხარია, რომ მათი მასწავლებელი ვარ და მე იმედი მაქვს, რომ ამ ტიტულს ღირსეულად ვატარებ და თითოეული გაკვეთილი იქნება მათთვის საინტერესო და ვისაც ვალი აქვს დასაბრუნებელი, მათ კიდევ ველოდები, რომ ვალები ავსროთ უნდა დაბრუნდეს. აუცილებლად, რაც თავი ალბათ მიმდინარე წლის ბოლომდე. აუცილებლად. არითმეს დრო. არ არის. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემი სტუმარი, დრო დაგვითმეთ, იმას დავიტოვებ, რომ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, დროებით დაგემშვიდობებით, ნაყოფიერ, ბედნიერ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ. უღმესი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ძვირფასად ტელემაყურებლობა ჩვენი სტუმარი გახდათ ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი ნანა კახიძე, იმედია სრულების ჩაფიქრებაც მოასწარით და აი წამიწამზე უნდა აგისრულოთ, დავიტოვებ იმას ყოველი შემთხვევისთვის. გადაცემა შუადღე ქუთაისში დასრულებულია, ნანა თევდორაძე მუშაობდა თქვენთვის, ხოლომდე გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით ნახვამდის.